საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი დღე ყოფილა თურმე საქართველოს უახლეს ისტორიაში და მსოფლიო ისტორიაში ყოფილა კიდე ასე. და მინდოდა გამოვხმაურებოდი ამ ყველაფერს რა. ანუ ბოლოდან დავიწყებ, ასე რომ ვთქვათ, მსოფლიო ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა რასაც ქონია, ასე რომ ვთქვათ. და საქართველოშიც რაი ყველა რიგში არიან ჩამდგარი წაგუზულები ამ დღის იმათ დღეს ყოფილა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. და უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად მოკლედ ვაზელინი უკავიათ ხელში და არის ის პრეზიდენტით დაწყებულმა დამთავრებული ბოლოქოცამდე და გაგრძელებული ოპოზიციით როგორ შეძვრენ რამენაირად უკრაინელ ხალხს ულოცავთ, უკრაინას ულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა ჩვენი სიმდგრადეს უსურვებთ, ამას უსურვებთ, იმას უსურვებთ. ბიჭო, უთამოყარეო ხალხი რო ხართ ყველანაირად და უსინდისო ხალხი რო ხართ, ეს ქოცები განსაკუთრებით, რა უნდა გელაპარაკოთ ახლა ადამიანი, მაგრამ არაერთხელ ყოფილა ქოცი და თავმოყარეობა ერთმანეთთან. ისეთი არათავსებადი არის ერთმანეთთან, როგორც აი დღე-დაღამი ერთად ვერ მოთავსდება, ისე ვერ მოთავსდება ვერანაირად ქოცი და თავმოყარეობა და ღირსება და შეგნება და ესეთი რაღაცები. უთავმოყარეო იმაში, რა ქვია, ერთი მეორეში ახლა ნაცებს და ამ ოპოზიცია და უკნიდან განათლებულ სლავა უკრაინელებს და შიგ ევროპელებს, კაცო, საქართველოს დავიწყებული აქვს ახლა დიდი ხანია და მაგანი უკრაინის ღირსეული შვილები არიან. ხვალზე სადღაც კამბოჯაში რომ ხდეს რამე ცვლილებები და გადატრიალებები, ხვალ კამბოჯელები გახდებიან და იმათ ქემაინც თავისი მიმართულება აქვს და ჯანდაბას იმათი თავი კისერი უტეხიათ ასე მიდიან თუ ისე მიდიან, ერთ მიმართულებაზე მიდიან და ურიკინებენ, მაგრამ ამ ქოცებს რო კითხო, ეს უკრაინა საქართველოს დაღუპვას და უკრაინელები საქართველოს დაღუპვას ცდილობდნენ და 1000 უბედურება და 1000 შეურაცხყოფა და 1000 რა ვიცი შხამი და უბედურება უნდა გაგვევლო მაგათი წყალობით. არა აქვს მნიშვნელობა ეს სხვათა შორის პოლიტიკურ ველზე იქნებოდა ეს ყველაფერი თუ ხალხთა შორის და საზოგადო ურთიერთობებში, ხო? აიღეთ მაგალითად საქართველოს უკრაინის საკალათბურთო მატჩის მომენტში უკრაინელების მწვრთნელის შეურაცხყოფელი ჟესტი საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც შეგნებულად მიწეს თან თამაში უკრაინელებს რომ გაემარჯვათ, აიღეთ ისა რა ქვია მოციგურავეების და ამათი საქციელი რომ ქართველებს ხელი არ ჩამოართვეს და ასეთ უამრავს გაიხსენეთ და უამრავს წაწყდებით უახლეს ისტორიაში, ამიტომ ჩემი მხრიდან მე მინდა ვთქვა გავარტყი უკრაინას, მაგარი მკიდია მისი დამოუკიდებლობაც, მისი სახელმწიფოს საერთოდ არსებობაც და ყველა სლავა უკრაინელის დედაშევეცი ერთი მეორის მიყოლებით. რა ამას ვიტყოდი აი ამ ნიზოლეჟნის დღეზე რა. თუ არც დაიცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას და თუ არც იომებენ მისი ქვეყნისთვის, მოსწყნია ორი პატრონი, საერთოდ არ მაინტერესებს. და ზედ ყველა იმ ქართველის მიმიყოლებია, აი ლომჯარიები რო არიან და ესენი რო არიან, რომ ისა რა ქვია საქართველოს უკრაინის ფეხბურთი რო არის და უკრაინას უნდა უგულშემატკივროთ და უნდა მიულოცოთ უკრაინას გამარჯვება და ეგეთი რაღაცები რო იციან. ესეთ ამ დონეზე გასწირებული ქართველი მიმიყოლებია ზეთ. აი ამის თქმა მინდოდა, არა, მაგ ქვეყანა საარსებო არც ყოფილა ისტორიულად, თუ ვინმეს ეჭვიებარება გადაშალოს წიგნი და წაიკითხოს, მინიმუმ GPT ჩატში შევიდეს და უკრაინა როგორც ასეთი სახელმწიფო არასდროს არ არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ 18-21 წლების პერიოდში, ეს მახნოს და ამათი პერიოდი როცა იყო მაშინ და ისიც ძალიან ცოტა ხანი და დღევანდელი უკრაინის ალბათ მეხუთედი. მერე ეს ქვეყანა შექმნა სტალინმა, ლენინმა, მერე სტალინმა, ბოლოს ხრუშოვმა გაუგეთა დიდი საჩუქრები და არ იყო ეს ხალხი ამ სახელმწიფოს ღირსი, არ იცოდნენ მათ ამ სახელმწიფოს მოვლა, არ იცოდნენ მათ იმ ადამიანების პატივისცემა და იმ ხალხის პატივისცემა, რომლებმაც აი ამ ხელაზე უზარმაზარი პატივისცეს და კონკრეტულად სტალინმა მაგათ პატივისცა, მთელი დასავლეთ უკრაინა მაგათ შემოუერთა, აღარა საუბარი უკვე ყირიმის გარდა ყველაფერი სტალინის დამსახურება მაგათთვის რა.
მაგრამ რა თქინდა ახლა როდესაც დადგა საქმეზე სტალინის და ლენინის და ამათი რა ქვია ძეგლები პირველი ანგრიეს და აქციეს და გაასწორეს მიწასთან და ხალხმა რომელმაც არ იცის მისი წარსულის პატივისცემა იმას მომავალი ნამდვილად არ გააჩნია და არც უნდა გქონდეს. ამიტომ მე ფეხებზე მკიდია მე ჯერ აი შემიძლია ვთქვა პირდაპირ მე ჯერ ცხოვრებაში კარგი უკრაინელი არ შემხვედრია. არ შემხვედრია ამის თქმა შემიძლია და არავისთან არაფერი არ მომერიდება ურთიერთობაში ნამდვილად. ამიტომ სულ ფეხებზე მკიდია ეს ხალხი და ეს ქვეყანა და მიიმფურთხებია ყველა იმ დებილისთვის, ვინც რა ქვია უკრაინის დამოუკიდებლობას ზეიმობს დღეს საქართველოში. აი ამის თქმა მინდოდა რა და ზელენსკის და ყველა მაგათი ფანების რა. ნაგავს ნაგავი ეყარება და ნაგვები ეყარება და კაი ხوار ეყარებათ. მოკლედ ეს მსოფლიო მასშტაბის დამოუკიდებლობაზე რო მოვლენაზე რო ვისაუბროთ, მოკლედ მინდოდა რომ ხაზი გამესვა და დავამთავრე ჩემი დამოუკიდებლობა, ეს არის ჩემი დამოუკიდებლობა, არ იმსახურებს არც ეს ერი და არც ეს სახელმწიფო პატივისცემას, მით უმეტეს ქართველისგან, საქართველოსგან და მიიმფურთხებია თქვენთვის ყველასთვის, ვინც ახლა იმას რა ქვია უკანალში უძრევით, მაგრამ ახლა ყაველაშვილის და ქოცებს რა უნდა ელაპარაკო, დიდგორობა დღეს ეგერ არიან წაკუზული ათათურქის აფლავზე და ახლა უკრაინას რო შეუძრონ უკანალში რაღაცა გვირით. კარგი, შემოკარგებო და ეხა მეორე საკითხი, რომელიც საკითხიც ეხება პროსტიტუციის დღეს. კონსტიტუციის დღე ყოფილა საქართველოში და მე ვეძახი ამას პროსტიტუციის დღეს. იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუცია არ გაგვაჩნია. საქართველოს არ გააჩნია რეალური კონსტიტუცია. ეს არის ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმების მიერ შექმნილი საოკუპაციო კანონები, რომელიც საოკუპაციო კანონებით თავს აქვს მოხვეული ერს ქვეყანას, რომელშიც არ არის ასახული ქართველი ერის ნება და რომელიც არის იმდენჯერ შეცვლილი და იმდენჯერ გაუპატიურებული და იმდენჯერ ესა რა ქვია იმდენჯერ გაათახსირეს, რომ ნამდვილად ამას კონსტიტუციის გარდა აბსოლუტურად ყველანაირი სახელი შეიძლება ეწოდოს. ასე ხშირად და ამდენი ცვლილება ხო რომელიმე ქვეყნის სისხლის სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ კოდექსში არ შედის აი ამ ხანგრძლივობის მანძილზე, რა ხანგრძლივობის მანძილზეც განხორციელდა ჯერ რა კონსტიტუცია იყო, რაც იყო მიღებული 95 წელს, არც ის იყო რაიმე სასიკეთო, დიდად სასიკეთო ქვეყნისთვის, თუმცა ამას მილიონს ჯობდა ახლა რაც იყო. აი ელემენტარული შედარება რო გავაკეთოთ, ახლა სოფლიო ისტორიებში საერთოდ რაც არსებობს, ამერიკა ყველაზე ახალგაზრდა შეიძლება სახელმწიფო არის, მაგრამ გააჩნია ყველაზე ძველი კონსტიტუცია. კონსტიტუციური სახელმწიფოები პირველად წარმოიშვა შეერთებული შტატებიდან. და ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ და აი შედარება თქვენ თვითონ რომ გააკეთოთ. აი მინდა გაჩვენოთ ამერიკის კონსტიტუცია, მისი მიღება და მისი ცვლილებები. 1787 წელს სოფლიოში პირველი ქვეყანა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, დამფუძნებელი მამების მიერ შექმნილი საკანონმდებლო დოკუმენტით, რომლითაც ერმა რა სახელმწიფომ არსებობა გააგრძელა და მიმდინარეობს დღევანდელ დღემდე. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების, ასე რომ ვთქვათ, პრინციპებზე დაფუძნებული მთავარი კანონი და ეს იქნა მიღებული 1787 წელს და დღევანდელ დღემდე 2025 წლამდე მასში არის შესული ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ 27. ყველაზე მსოფლიოს ყველაზე ძველ კონსტიტუციაში მხოლოდ და მხოლოდ მისი არსებობის მანძილზე არის 27 ცვლილება შესული და ეს აბსოლუტურად ნორმალური არის, იმიტომ რომ 1787 წლიდან დღევანდელ დღემდე 2 საუკუნეზე მეტი არის გასული და ამ 2 საუკუნის მანძილზე მსოფლიოში უამრავი რაღაცა შეიცვალა, მონათმფლობელობა დასრულდა, ბატონყმობა გადავარდა, საზოგადოებრივი განვითარება შეიქმნა და თავისთავად ბუნებრივია, რომ ეს გამოიწვევდა ცვლილებას, აი აქ როგორც წერია, ბოლო ცვლილება 27 ცვლილება 92 წელს შევიდა, რომელიც აი კონგრესს უკრძალავდა ანაზღაურებების გაზრდას. აი
ეს არის კლასიკური მაგალითი საზოგადოების, რომელი საზოგადოებაშიც რეალურად კონსტიტუციას ძალა აქვს და მუშაობს. ახლა მინდა გაჩვენოთ მე თქვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კონსტიტუცია დაიმახსოვრეთ ახლა 1787 წლიდან ახლა გასული არის 259 წელიწადი მე მგონი. ზუსტად არ ვიცი ახლა თუ მიშლება. და ახლა მინდა გაჩვენოთ მე ქართული პროსტიტუცია. ქართული პროსტიტუცია, რომელიც იქნა 1995 წელს მიღებული და დღევანდელ დღემდე, ანუ უკანასკნელ, ასე რომ ვთქვათ, 30 წლის მანძილზე. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე 36 ცვლილება არის შესული. ესე იგი, რაც შეერთებული შტატების კონსტიტუციას ახასიათებდა და როგორც შეიქმნა 259 წლის მანძილზე შევიდა 27 ცვლილება. და საქართველოში 30 წლის მანძილზე შევიდა 36 ცვლილება. და ამას ეძახიან კონსტიტუციას. შემოგარგება. და ანუ თურმე ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ერის მონაპოვარი და მსგავსი იდიოტიზმით უნდა ვიცხოვროთ, რომ თურმე ჩვენ გაგვაერთიანა კონსტიტუციამ, თურმე საქართველოში კონსტიტუცია არის უმაღლესი ნორმა და ესე შემდეგ. ჯერ ეს კონსტიტუცია რამდენჯერ დაირღვა, ამაზე ზედმეტი არის ლაპარაკი ახლა. რაც ჩვენთან კონსტიტუციას იმდენჯერ მიაფურთხენ და მოაფურთხენ და გადაუარეს და გადმოუარეს, რა ვიცი, რომელი ერთი ფაქტი მინდა გაგახსენოთ და თუნდაც აიახლა აი ამ მომენტისთვისაც წაიკითხეთ ბატონო კონსტიტუცია, ჩახედეთ კონსტიტუციას და თუ სადმე კონსტიტუციაში არის სადმე თუნდაც ამათ გაუპატიურებულ პროსტიტუციაში არის სადმე განმარტება იმის, რომ ევროკავშირის დროშები და ნატოს დროშები რო კიდია. ყველგან სადაც არ შეიხება სახელმწიფო კუთვნილების შენობებზე. არის ყველგან ეს ევროკავშირის და ნატოს ესენი. ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია შავით თეთრზე, რომ აი ამ შენობებში მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დროშა არის შესაძლებელი იყოს ჩამოკიდებული. ამის უფლება კონსტიტუციური დარღვევა არის და ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს. აი თუნდაც ელემენტარულს გეუბნებით რა. აღარ მაქვს იმაზე საუბარი, რომ სააკოს 5 წელი გაუვიდა ვადა და 2013 წლამდე მაინც გააჩერეს ხოცებმა პრეზიდენტად საქართველოში. ახლა ამაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი და ეს ჩვენს კონსტიტუციაში კიდე დააკვირდით კიდე ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ. აი ჩემო კარგებო. ექსპერიმენტების ქვეყანა რო ვართ. აი დააკვირდით? აი ეს აბსურდი, რომელიც ჩვენს ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი პროსტიტუციაში. 2017 წელია. წელს მიაქციეთ კარგად ყურადღება. და საქართველოს კონსტიტუციაში არის შესული საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. რატო გეუბნებით ახლა ამას, რომ 2 წელს მიაქციოთ ყურადღება? ასეთი სიმახინჯეები არის ასევე შემდეგ განხორციელებული სხვა ქვეყნების იმაში რა ქვია კონსტიტუციაში. ეს არის 2019 წელს უკრაინა და მოლდოვა. საქართველოში ჩაატარეს ექსპერიმენტი, ეს აბსურდი ჩაწერეს საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერის შემდეგ, ამ აბსურდის ჩაწერის შემდეგ, რომელიც არანორმალური არის ქვეყნები, რა თქმა უნდა, რომელთა კონსტიტუციაშიც იხსენიება ევროკავშირი და ნატო, მაგრამ ეს ქვეყნები არიან წევრები. ეს ქვეყნები არ არიან არაწევრი ქვეყნები, რომელი არაწევრი ქვეყნებიც ცდილობენ აი ამ ბლოკში გაერთიანებას. მაგალითად, არის პოლონეთის კონსტიტუციაში ევროკავშირი არის ნახსენები, იმ მხრივ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა შეიძლება იქნას ზოგიერთ უპირატესად ზოგიერთ ადგილობრივ კანონმდებლობაზე დაყენებული. მაგრამ არა ის, რომ პოლონეთი უნდა გახდეს წევრი. ასევე ეს სამი ქვეყანა როა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.
მაგათ კონსტიტუციაში წერია ევროკავშირი და ნატო, მაგრამ ესენი წევრები არიან და ეს არის თავიდან ბოლომდე კოლონიალური ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ევროკავშირს და ნატოს ეძლევა უპირატესი უფლება ვიდრე ადგილობრივ მთავრობებს და ადგილობრივ სეიმს და პარლამენტს საკუთარი ქვეყნის დაცვის. ანუ პირდაპირ კონსტიტუციური ფორმით მიყიდული აქვს საკუთარი ქვეყანა ნატოზე და ევროკავშირზე. ასეთ ჩანაწერები არის, მაგრამ ეს ქვეყნები არიან წევრები ამ გაერთიანებების. აი ეს სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები, მაგრამ კონსტიტუციაში აქვს და სულ პირველი განხორციელდა როგორც გაჩვენეთ საქართველოში. ეხლა გამოვლიან და დაიწყებენ 1000 ბოდვას. რა თქმა უნდა, ახლა სირცხვილი არის, მაგრამ ჩვენ ასეთ ერად მიგვიჩნევენ და ჩვენ ასეთ ქვეყანად მიგვიჩნევენ, გაიგე? გიორგი, აი ამაში არის საქმე და მე მინდა გითხრა, რომ საერთოდ კონსტიტუციის ანუ სახელმწიფოს სიმდგრადის მაჩვენებელი არის თუ რამდენი ხანი არ შეცვლილა ქვეყანაში კონსტიტუცია. 2008 წელს, როდესაც საქართველოს უთხრეს უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ყველაფერთან ერთად, იქ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად იყო ერთი ამოსავალი წერტილი ყველაზე სამართლიანი უარი. შეუძლებელია ქვეყანა იქნას მიღებული ამ გაერთიანებაში, რომლის კონსტიტუციაც კატასტროფული სისწრაფით იცვლება. აი ეს იყო იმათგან პასუხი. არ არის ეს შემდგარი სახელმწიფო, არ არის ეს შემდგარი საზოგადოება, არ არის იქ მოქმედი მთავრობები და პარლამენტი ლეგიტიმური, ამიტომ ისინი თავის თავზე ჭრიან და კერავენ და ირგებენ კონსტიტუციას როგორც უნდათ, ამიტომ ასეთი ქვეყნის ადგილი ასეთ გაერთიანებაში არ არის, იმიტომ რომ მას შეუძლია 1000 უბედურება შეყაროს ამ ქვეყანას. ნუ, რაშია ის საქმე რონალდი, ეს მუხლი კი არ უნდა იყოს მარტო გაუქმებული. ეს კონსტიტუცია არის მთლიანად გასაუქმებელი. ეგრეთ წოდებული კონსტიტუციას ვამბობ. ეს არის ხელისუფლების დამხობის შემდეგ შემოღებული ჩვეულებრივი კოლონიალური წესდება. ეს არ არის კონსტიტუცია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რაზეც განხორციელდა, ეს იყო 1000, რასაც ხალხმა დაუჭირა მხარი 1991 წელს, როდესაც ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო საქართველო, იქ იყო პირდაპირ შავი თეთრზე ჩანაწერი. რომ ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველო 1918-21 წლის რესპუბლიკის კანონების და კონსტიტუციის საფუძველზე. ნუ, იმ რეალობებით გათვალისწინებული, რა გათვალისწინებულიც არის. ის რომ ბევრი ტერიტორიები წართმეული და დაპყრობილია, მაგრამ საქართველო არ არის SSSR-ის მემკვიდრე, არის 1918-21 წლის. აი ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მოტივი მტრების, დამხობილიყო ეროვნული ხელისუფლება, მოსულიყო ესა რა ქვია, შევარდნაძის რეჟიმი, რომელი რეჟიმიც შემდეგ შექმნიდა საოკუპაციო კანონებს და ამ საოკუპაციო კანონებიდან გამომდინარე აცხოვრებდა ერს იმ უბედურებაში, რომელ უბედურებაშიც ცხოვრობ დღემდე. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვაზე კონსტიტუციაზე, ასეთ შემთხვევაში ეს არ არის კონსტიტუცია. ეს არის უბრალოდ რეჟიმების წესდება, ისეთი რეჟიმების მაგალითად როგორებიც ხდებოდა აი ფაშისტები როდესაც შემოდიოდნენ და იპყრობდნენ ქვეყნებს, აი მაგალითად როდესაც დაიპყრეს ბელორუსია, ამ დაპყრობილ ქვეყანაში შექმნეს თავიანთი საოკუპაციო კანონები, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ეხლა წარმოიდგინე შენ, დღეს გეუბნებიან შენი ქვეყანა არის დაპყრობილი და არის ესეთი ტერმინი დამკვიდრებული, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კონსტიტუციას. ბიჭო, ეს რო იყოს მართლა ისეთი კანონთა კრებული, რომელ კანონთა კრებულიზე პირდაპირ ეყრდნობა ქართველი ერის ინტერესებს, კი ბატონო, უნდა დაემორჩილო. მაგრამ
როდესაც ეს არის თავსმოხვეული ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმის კანონი. და გამოდის ვიღაცა და ამბობს, რომ ერთი ფანჯარა არ ჩამტყდა, ჩვენ ისე ჩავატარეთ ეს, ასე ჩავატარეთ ეს. გეუბნებიან, იმიტომ რომ მიგაჩვიონ ჩვეულებრივად კოლაბორაციონისტებმა მიგაჩვიონ ამ ყველაფერს. დღეს უბრალოდ ძალა არა, იცით? აი ძალა არ არის, რომ ცვლილებები განხორციელდეს. მე გეუბნებით, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, არ ვიცი ახლა ჩვენ მოვესწრებით ამას, არ მოვესწრებით ამას, ცოცხლები ვიქნებით, არ ვიქნებით, მაგრამ იმდენად უსამართლო წესდებები არის. წესდება არის ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება, იმიტომ ახლა დააკვირდით შეხედეთ რას გეუბნებიან შენ ერს და ქვეყანას გინდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ხო? რომლის საშუალებასაც არ გაძლევენ. დაჭერილი ყავხართ აი ამ კანონით. იქ ევროკავშირის და ნატოს იმით. და გეუბნებიან, რომ კანონი არ დაარღვიო და ისე შეცვალე ეს ყველაფერი. ვერანაირად შენ თუ კანონია ვერ დაარღვიე, ვერ მოახდენ ამ ყველაფრის ცვლილებას. არ არსებობს. 1%-იც არაა მაგის შანსი. ეს ამ მხოლოდ თეორიაში სადღაც 0.1% დარჩენილი, რომელსაც გამორიცხულია, რომ მსგავსი რაღაცა განხორციელდეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბელორუსი პარტიზანებისთვის გერმანელებს ეთქვათ. და იქ თვითონ ბელორუსი პარტიზანები, რომლებიც ცნობილი იყვნენ, ვახსენებ, იმიტომ რომ მაგალითად მოვიყვანე და როდესაც უნდოდა ამ ბელორუს პარტიზანებს დამოუკიდებლობა და ეთქვათ ესეთი რაღაცა, რომ მოდით რა შესაძლოა იცით, თქვენ დაემორჩილეთ კანონს და კანონს დამორჩილებულებმა მოახდინეთ თქვენი პროტესტის გამოხატვა და ისე მიიღეთ თავისუფლება. რო დამორჩილებდნენ რა უნდა ყოფილიყო? უნდა გადაეხედათ იმაზე, რა ქვია, ფაშისტების დაწერილ კანონებზე, ხო? რომ რა კანონები არის დაწერილი ბელორუსი ხალხისთვის ფაშისტების მიერ. მე იმ დაწერილ კანონებში თქვენ ვინ გითხრათ, რომ რა ქვია, პარტიზანობის უფლება გაქვთ და აჯანყების და ამბოხის უფლება გაქვთ. ესეთი რაღაცა იქ არ წერია. ამიტომ გააგრძელე პროტესტი, გამოდი ქუჩაში და ილაპარაკე. ცვლილებები არასდროს არ მოხდება ქვეყანაში. აი ესე ჰაერზე თავის დროზე ამბობდა ოტო ფონ ბისმარკი, დიდი ამბები არ წყდება ცარიელის სიტყვებით და რეზოლუციებით, დიდი ამბები წყდება ომითა და სისხლით. სამწუხაროდ აი, როდესაც მოხდება განთავისუფლება ქვეყნის, ამას აუცილებლად მოყვება სისხლისღვრაც და უბედურებაც, მაგრამ ამის ფასად მიიღებს ერი და ქვეყანა დამოუკიდებლობას. ეგ არის. აბა რა, კონსტიტუციის უფლებით ვარ, ისა რა ქვია. სხვათა შორის ეს ბანკების საკითხიც, აი რა ჩემო ძმაო მაგაში არის საქმე. მე ახლა ვსაუბრობ კონსტიტუციაზე, სადაც კონსტიტუციის საშუალებით საქართველოს ეროვნული ბანკი საერთოდ არ ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს. არ ეკუთვნის. ეს არის ცალკე დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იმართება სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის განვითარების ბანკის და სხვა 1000 უბედური იმის რა ქვია ბანკების მეშვეობით და არაფერი საშველი არ იქნება, არანაირი საშველი არასდროს არ იქნება, სანამდე მოდი ძმაო გეტყვიან და არჩევნებში მიიღე მონაწილეობა და შეიცვლება. არ შეიცვლება. იმიტომ ეს დაწერილი არის, ეს რეჟიმს აქვს დაწერილი ეს კანონები, რომელი კანონებითაც შეუძლებელი არის ამ ყველაფრის ცვლილების განხორციელება. და არავინ თქვენ არჩევნებით არ შეგაცვლევიებთ ხელისუფლებას. უნდა გამოვიდეს ხალხი აი ამ იდიოტური აზროვნებიდან, მე მივარ არჩევნებზე, ხმას მივცემ და შეიცვლება. არ მოხდება ეგეთი რაღაც. უნდა ვინმეს თავისუფლება, უნდა ვინმეს უკეთესი ცხოვრება, მაშინ ის უნდა მიეჩვიოს ბრძოლას. თუ თქვენ მიეჩვევით, ხალხი თუ მიეჩვევა იმას, რომ უარყოს მოქმედი რეჟიმი, ბრძოლით, ოფლით, შრომით და მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა, ბანკებიც მოცილდება, სხვა უბედურებაც მოცილდება. ნატო კვატოც მოცილდება და მსგავსი რაღაცეებით და სანამ ერი თავისუფალი ვერ იქნება, ჩვენ ჩვეულებრივად ცხოვრობთ კოლონიაში, კოლონიის სტატუსიც არ აქვს ამ ქვეყანას, სადაც ქართველ ერს არ ეკუთვნის არაფერი. არც მისი ეროვნული სიმდიდრეები პირველ რიგში. ეს ბორჯომი იქნება, ეს ოქრო იქნება, ეს ნავთობი იქნება, ქვანახშირი იქნება, მარგანეცი იქნება თუ რა იქნება. ეს არაა ქართველი ერის საკუთრება. ეს არის ვიღაცა ინვესტორების საკუთრება. რომელი ვიღაცა ინვესტორებიც შემოდიან კოლონიაში, ქმნიან თავის დოვლათს და ტყავებენ ხალხს და მიდიან და აკეთებენ ასე. აი ეს არის და დღეს რას ზეიმო?
ნუ არ არის ბრძოლა, იმიტომ არ არის ბრძოლა, ჩემო ძმაო, რომ თუ ვინმე რეალურად ბრძოლას დააპირებს და თუ ვინმე რეალურად რეჟიმში ეწინააღმდეგება, რეჟიმი იმას მარტივად ანადგურებს და ხალხს არ უნდა გვერდში დგომა, ხალხს უნდა ბიძინას და ქოცების და ან ნიშას და ან ვიღაცების გვერდით დგომა და თავისთავად ბრძოლა არ იქნება. ნუ ახლა უსაფრთხო ისა რა ქვია უსაფრთხო კოლონიის სტატუსი აქვს მინიჭებული მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს კიდე ცალკე ევროპული რას გეუბნები ჩემო ძმაო, კონსტიტუციაში გაწერიებენ ის რაც უნდათ და მერე გეუბნებიან იმას, რომ თურმე შენ კონსტიტუციას ხშირად როცვლი და ეს სწორი პასუხი არის, შენ არ ხარ მდგრადი საზოგადოება და შენ ჩვენთან ადგილი არ აგაქვს. ისი არის აქაც. შენ გეუბნებიან იმას, რომ თურმე შენი ქვეყანა არის უსაფრთხო და დაბრუნდი უსაფრთხოს შენ ქვეყანაში და ამ დროს საქმეზე რომ იდგება თურმე ჩვენთან ხელისუფლება არ არსებობს, თურმე ჩვენთან ხელისუფლება არის ეს რა რეჟიმი, რომლის არჩევნებიც არ იცნობა, რომელთანაც თანამშრომლობა არაა საჭირო და რომელიც სანქცირდება. უშვებს ჩემო ძმაო, ახლა 1000 ჯერ თქვი მე მაგ საკითხებთან დაკავშირებით, როცა ყრიდნენ აი ამ ხალხს, მილიონჯერ უთხარი ამ ხალხს, რომ დაუდექით ერთი მეორის გვერდში თქვა და არ იღებდნენ ხმას, როდესაც არჩევნები მოდიოდა. აი ეს ემიგრაციაში მყოფი დებილები მილიონჯერ გავაფრთხილე ბიჭო, რომ მეთქი სისულელი არ გააკეთოთ, რომ არანაირ არჩევნებზე არ წახვიდეთ. მოიკრიბენ, დაეწყნენ, უთხრენ, თუ თქვენ გინდათო კაცო ევროპაშიო და ევროპული საბუთებიო, ახლა უნდა შეიკრიბოთო სულ და უნდა წახვიდეთო და არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა და ოპოზიციას უნდა მიცეთ ხმაო. როგორც მაქა უზრუნველყოფილი ტრანსპორტი, აქაც იქნება უზრუნველყოფილი ტრანსპორტიო და აგერ მაგალითად რენიდან ერთი დიდი ავტობუსი ხალხი შეკრიბეს და სიმბოლურათო დადებითო ფულიო და 5 ევრო დადებითო რა, რატომღაც საკრალურად 5 ევრო იყო ეს საჭირო და წარეკეს ეს ხალხი და მილიონჯერ უთხარი რომ ნუ წახვალ თუ არა აგიყვანენ აღრიცხვაზე და როგორც კი ჩაივლის არჩევნები თავის საქმეს გაიკეთებენ და მერე დაგხვეწენ ასე და ნელ-ნელა გაგადებორტებენ თქო. არა უკაცო. თუ არა კაცო. ის არის უტეხიათ. ახლა ვინ ზდია და ვინ შეპირდა იმ ევროპულ საბუთებს, აი იმათმა იხსნან მაგ ხალხი. არ უნდათ გვერდში დგომა და არ უნდათ ერთმანეთის გვერდში დგომა და ზდიონას. და მერე ჩამოვიდნენ და ელოდონ ის ბევრი ავადმყოფი რო ჩამოვიდა და ესე რა ქვია, იქ ელოდონ რომ საქართველოს მთავრობა რო წამალს მიცემს და უმკურნალებს და გვერდში დაუდგება. რატო არა მოიყვა მასე ხმა არავინ. აი ასეთი გვერდში დგომა რო იციან საქართველოში და აი ასეთი დამპალი ის რო არის, რა ქვია, პატრიოტიზმი, ფსევდო. არაფერი სალომეს მარტო არ გაუკეთებია, ეგ ყველან უაბრალებენ სალომეს, ეს გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ეს გააკეთა კოცობამ, ეს გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გომელაური და ეგერ ისა რა ქვია, ერთად მურბოდნენ კისრის ტეხით გერმანიაში, საგვარია ისა. იზორია, ერთად გამურბოდნენ და ერთად უმტკიცებდნენ იმას, რა ქვია, გერმანიის ხელისუფლებას, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა და ავადმყოფებიც კი მოახსნევიეს იმიდან, რა ქვია. აპარატებიდან და ისიც ამოიყვანეს იმაში. არა, აქ მარტო სალომეს ბრალი არაა და ახლა სალომეს თავისწული ქონდა შეტანილი და მის ნაბოზარ ძმას. აქ სათვისტომოს უფროსი რო აგდია აგერ. ახლა რას ელოდებით თქვენ დამპალ თესლზე ამოსულ იმას გველხოკერას რაიმე სასიკეთო როგორ შეეძლო მისი ქვეყნისთვის გაეკეთებია საფრანგეთის აგენტი იყო და აკეთებდა იმას რაც იყო საფრანგეთისთვის სასიკეთო. ასია და არ უნდა ჩეგევარასა კარგად ნათქვამი. ბრძოლა არ მინდაო დაიღალეო, გაჩერდიო, შეგიძლია გაჩერდეო, მაგრამ იცოდეო რომ შენ დასახულ მიზანს ვერასდროს ვერ მიაღწევ. ჩემო ძმაო, ახლა მასე გინებით მეც ვაგინებ, მაგრამ ნაცებს მიცემდნენ ხმას კი არა თუ ძმა ხარ პიდარასტებათა ჩათლახებათ ეწერებოდნენ რომ ევროპის საბუთი აიღოთ რამენაირად. პიდარასტებათ ეწერებოდა კაცი და ლესბიანკათ ეწერებოდა და ახლაც ეწერება ძალიან ბევრი. რა მოხდაო მე რა ხო არა ვართო და მოხდაო მე რა დავეწერებით.
აი ეს იცის რა მიცი ერთი უბნის მოსახლეობა რო ვერ შეინახა ამ დალოცვილმა ქვეყანამ და რო არ მიცა მის ქვეყანაში არსებობის საშუალება რატო არ ითხოვს ხალხი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა ხალხს საცხოვრისის და საარსებო პირობების რატო არ თხოვს მის ხელისუფლებას რატო არ თხოვს მის ხელისუფლებას ნუ ელემენტარულ კითხვას უსვამ აი ამ ხალხს რო კითხო რო არ მოწონს მე არ მჯერა რომ ხალხს მასიურად არ მოწონთ ესა ქოცების ხელისუფლება არ მჯერა რატო არ მჯერა იცი როდესაც რაღაცა არ მოწონს ადამიანი იმაზე იბრძვის და იმის შეცვლას ცდილობს აქ იციან მარტო კონესა და კრუსუნი ვაიმე რა გვეშველება ასე იქნება ისე იქნება ვაიმე დავიღუპეთ და მოვარჩენეთ და 51 მოხაზავენ ხო ახლა იმ ნაცები ხო არ მოვლიანო იტყვი ახლა ასეთ საზოგადოებას არც უნდა ეშველოს არც ეშველება აქედან გამომდინარე ზუსტად ის ხდება რაც ხდება მე ნორმალური ადამიანებისთვის ვლაპარაკობ თუ არა აი იმ ხალხს მაინც არაფერი არ ეშველება ჩმორად რო ადამიანი დაბადებული ის ჩმორად მოკვდება პოლიტიკაში არ ვერევი და თან კაი ცხოვრება უნდა ნუ ერევი მე ხო არ ერევი კაცო ხო არ ერევი ცხოვრობს ჩვენი ერი ცხოვრობს აი ამ ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში და პროსტიტუციაში ცხოვრობს პოლიტიკური პროსტიტუცია რომელიც ითვალისწინებს ქართველი ერის განადგურებას, გათახსირებას, ათქვეფას, გაყრას ქვეყნიდან და სინამდვილეში ეს არის საოკუპაციო კანონი, რომელმაც საოკუპაციო კანონმაც დააქცია ქვეყანა, გაყარა მისი მოსახლეობა, უზრუნველყოს რეჟიმის შენახვა, ნაცი იქნება თუ კოცი იქნება, სათავეში ხალხისთვის არც არასდროს არაფერი არ შეიცვლება და შეგვეთ აი ამ აზრს, რომ ეს ასე იყო და ასე იქნება. ხო, რა ვიცი, ჩემო ძმაო, რა გითხრა, აბა ერთ რაღაცას რას ვიტყვი, იცი? აი სააკაშვილს და ნაცებს და ამას ხო ყველა ლანძღავენ, რომ ცუდი იყო და რა თქმა უნდა ცუდი იყო ნაცების პერიოდი და მართლა საშინელება იყო, მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, რაც ნაცებმა დააკლეს იმ ქვეყანას ქართველ ერს და ქართულ საზოგადოებას გათახსირება და გაფარჩაკება, ხოცებმა საბოლოოდ დააგვირგვინეს ეს ყველაფერი, აი ბოლომდე, რაც ქონდა სააკაშვილის დარჩენილი მაგ ქვეყანაში დასანგრევი და გასათახსირებელი და ხალხის ადამიანების იმ მოსპობა თავიდან ბოლომდე და ეს რამ გამოიწვია, იცი? ჩემო ძმაო, მე რას გეტყვი, ეს რამ გამოიწვია, იცი? ეს გამოიწვია მასის ჩმორობამ, როდესაც ყველა მიხვდა იმას, რომ 2012 წლის მერე გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ კოჰაბიტაცია უნდა დადგეს და კაციშვილს არ უნდა შეეხოს, ხალხმა ხმა არ ამოიღო. ხალხი დარჩა სახში. მერე რა მოხდაო? შეირგო კოჰაბიტაცია. იმათ მეთქი არაფერი არ უნდათ. ის უნდათ რაც წაკეთებდნენ. ვარიან ერთად რა, გემრიელად დედასტირობენ ამ ქვეყანას. და მე ისიც ვერ წარმომიდგენია, ჩემო ძმაო, რომ აი როცა ამდენმა ადამიანმა გაიარა ასეთი სადისტური ციხე, ამდენი წამება, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი უბედურება იქ, ვიღაცა კილერა იყო თუ პურნალიძე იყო თუ აგერ ახლა ამის წინებზე კიდე ჯალათები რო გამოუშვეს კაციშვილის რო არ შეხებიან, ამდენმა წამებელმა, ამდენმა უბედურმა, რომელმაც გაამწარა ქართველი ერი, ერთმა ადამიანმა ვიღაცაზე ახალაიაზე და ქარდაღვაზე და იმაზე კი არა რეჟიმის ჯალათების წინააღმდეგ არ იძლია შური და შეირგო ის რასაც უკეთებდნენ და ის ჯალათები გემრიელად არიან იქ როგორც იყვნენ ხო და ახლა შენ ღირსება როცა არ აქვს ადამიანს რომელსაც სახლი წაგართვეს, კარი წაგართვეს დაგიჭირეს, გაგამწარეს, რა ვიცი, ზოგსო ცოლშვილი გაუპატიურესო, ისე აყურებიესო, ზოგს ესუქნეს, ზოგი თვითონ გააუპატიურეს, ზოგი ასექნეს, ზოგი ისექნეს და 1000 საწამებელი ჯუჯუხეთი გამოიარეს და რო გამოვიდნენ გარეთ და რას ელოდებოდნენ, ახლა რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო ეთკინებოდა ესა და ქოცებს უფრო ეთკინებოდა მაგათ ტკივილი. ანუ ხო არ გააკეთეს, გავიდა 13 წელიწადი, ერთი შურის ძიება ვერ ვნახე მე პირადად. ამიტომ უსამართლობაში ის რაც იმან მე იმას კი არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა ყველას ვერ მოთხოვ, ვერც ვაშკაცობას მოთხოვ, ვერც თუ ადამიანს თავისი ღირსებისთვის და თავისი იმისთვის შურისძიება არ შეუძლიას, სხვა რატო უნდა იძიოს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ
ის შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს, ახლა არ შეუძლია და მორჩა რა, ამისთვის არსებობს კანონი, ამისთვის არსებობს სამართალი, რაც უნდა გაასწოროს კანონმა და სამართალმა, მაგრამ კანონმა და სამართალმა ესენი ცნო თვითონ ის ჯალათი მოსამართლეები და ესენი მსხვერპლებად. და ეს მოსამართლეები და ეს ჯალათები ყველა დარჩა ხელშეუხებელი და გემრიელად აგრძელებს ცხოვრებას და უადოთ აქვთ მიცემული ყველაფერი. ხო და ზიან და Facebook-ში ისე არიან დაჩმორებულები, რომ Facebook-ში ვერ ბედავენ ელემენტარული გაზიარების ამბავს და ამას და იმას კომენტარის დაწერას ვერ ბედავენ. კაცებია რო კითხო და ქალები ჯობიან იმაში, პატრიოტიზმშიც და ყველაფერშიც. ხო, აი მაგაშია ზუსტად საქმე, ძმაო, მაგაშია ზუსტად საქმე. მაგაშია რომ აბაროტი ვერ აიღო ერთმა კაცმაც. ხო, არ ვიცი. მე არ გამიგია. არ გამიგია მე. არ გამიგია. გამოუშვეს აქამდე ციხეში იჯდნენ. ხო, გამოუშვეს ამდენი მკვლელებიან. ყველა ქრისტიანი გახდა უცებ. და ყველას ყველაფერი აპატია. და ყველას ყველაფერი მიუტევა. ხა, როდესაც ესენი საფრთხეს არ გრძნობენ საზოგადოებიდან და იციან რომ რაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფერს შეარჩენს ეს საზოგადოება, რატო მოსუნთქებიებენ იმას, რა ქვია. ყველას აწყობს დაჩმორებული ხალხი. აბა ერთი 20-30 მწამებელი გაგორებული იყო ქუჩაში. ერთი 20-30 ჯალათი. ერთი 20-30 სამშობლოს მოვალატე. აბა ნახეთ რა სიტუაცია იქნებოდა მერე. არ იქნებ სხვანაირად იქნებოდა. იძულებული გახდებოდნენ რომ ჩვენზეც არ იძიონო შურიო. არა ძმაო შეირგეს, დედის რძესავით, ხო და ღმერთმა გაუმარჯოს, ხო შეირგენ კი არა. ვინც უსამართლობა დააკანონა ამ ქვეყანაში. იმის არჩევნებზე დარბიან იმგენით, აბრებით და ეს და ოღონ ნაცები არ მოვიდენო და ბიძინა იყონო და რა გინდა ეხლა. ყველაფერს ჩემო ლაშა, ჩემო ძმაო აკადრებენ ასეთ საზოგადოებას ქვეყნის შიგნიდანაც და ქვეყნის გარედანაც, იმიტომ რომ ეს საზოგადოება ვერასდროს აბაროტს ვერ ეიღებს ამ სიტუაციაში, ეს საზოგადოება ვერასდროს თავისას ვერ გაიტანს, ამიტომ სისუსტე იზიდავს აგრესიას და აკეთებენ. რა გინდა ჩემო ძმაო აფხაზეთზე რა უნდა ვთქვა? რა უნდა ვთქვა აფხაზეთზე? ჩვენ ამ მდგომარეობაში აფხაზეთს და სამაჩაბლოს კი არა, რაც აგვაქვს იმასაც დავკარგავთ. რა უნდა უთხრა ახლა შენ აფხაზებს და რა უნდა უთხრა შენ ოსებს, რომ მოდი იცხოვრე ჩემთან ქვეყანაში, სადაც 16 წლის ბიჭს რო კლავენ ცემაში და აუპატიურებენ და აწამებენ და 1000 უბედურებას მართებენ. რა ამას აფხაზიც ხედავს, რუსიც ხედავს, რუსიც ხედავს, ყველა ხედავს და კაცი შვილი არ ისჯება ქვეყანაში და ყველას თავზე ხელია გადასობილი. რატო იცხოვრებს ეს ადამიანი ეს საზოგადოებაში? მაგაზე უკეთესში ცხოვრობს იქ სადაცაა. იმიტომ რომ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ისეთ რაღაცებს არ აკეთებდნენ. საოკუპაციო ძალები იმ რეჟიმების მიმართებაში, რომელი რეჟიმებიც არიან და არც ის რეჟიმი აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რასაც ესენი აკეთებდნენ. თქვენ რო იყოთ აფხაზი, თქვენ რო იყოთ ოსი, გენდომებოდათ ესეთ სახელმწიფოსთან შეერთება, სადაც სამართალი არაა, სადაც წესი არაა, სადაც ადათი არაა დაცული, სადაც პრობლემა არის LGBT პრაიდები და მსგავსი რაღაცები კავკასიელ ადამიანს. გენდომებოდათ? მე დარწმუნებული ვარ, არ გენდომებოდათ. ახლა კავკასიელი ადამიანი ხედავს ამ ყველაფერს და არ უნდა ესეთ დეგრადირებულ ქვეყანაში ცხოვრება. მე რაფერსაც ვერ ვიტყვი ჯერჯერობით, იმისთვის რომ აფხაზეთისკენ და სამაჩაბლოსკენ რაღაცა სასიკეთო ცვლილებები იყოს, ჯერ დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა იყოს ნორმალური ქვეყანა და ამ საოკუპაციო კანონებში ცხოვრებით, აი ამას ვღებულობთ, რასაც ვღებულობთ და აგერ მალე თურქები წაგვართმევენო და თურქებს დიდი ხანია ძმაო წართმეული აქვს ჩვენთვის ეს ქვეყანა. ახლა თურქების ჩამოსახლება იწყება, მაგაზე მართლა სულ დამავიწყდა შემთხვევით შევხვდი. აი ჩემო კარგება. აი ეს ჯერ კიდე 2005 წლის არქივს ვკითხულობდი, სადაც ესა რა ქვია
ჩაწერილი იყო ესეთ რაღაცას წავაწყდი გოგა ხაინდრავა ჯერ კიდე ეს ხუინდრავა ეს ძაღლის ეს ღორის თესლი ეს დღეს ყველა მთავრობას მორგებული ერთი ზვიადის მთავრობას ვერ მოეგო თუ არა მის მერე ყველა მთავრობას მორგებული ნაბოზვარი გამოდის და იმას რა ქვია აცხადებს აგე რა იმათ რომ 2005 წლიდან ქონიათ მაშინ მიშას მინისტრი იყო მაშინ ხუინდრავა და წარმატებით მუშაობდა ტერმინიო თურქი მესხებიო უნდა შევცვალოთო და ჩვენი ძმები უნდა დაუძახოთ როცა ისინი ეუბნებიან რომ ჩვენ ქართველებად არასდროს არ დავეწერებითო და ეს მისი ხელითაა გადაღებული და მისი თვალითაა ნანახი და მე მინდა ერთი რაღაცა უთხრა რა ჩვენ ქართველობას საქართველოს 1921 წელს დაღუპა ერთმა კონკრეტულმა მომენტმა მაშინდელი მოღალატე ჟორდანიას ხელისუფლება, რომელმაც ინგლისის შუამავლობით რუსეთთან გააფორმა ნეიტრალიტეტი, პარალელურად გამოიქცა და თურქებთან დადო საიდუმლო ხელშეკრულება. საიდუმლო ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგ რამეს, თუ ნეიტრალიტეტად გამოცხადებული ქვეყანა, თუ ბოლშევიკებთან ექნებოდა პრობლემები საქართველოს თურქეთი დაეხმარებოდა. ეს იყო ეს ხელშეკრულება არის დადებული. რუსეთმა შესთავაზა შემდეგი რა ტერიტორიები რადგანაც გააკეთე ეს, ამიტომ რა ტერიტორიებსაც აკონტროლებ ტაუკლარჯეთის ჩათვლით, სამოკავშირეო ხელშეკრულება გამიფორმე ახლა მეც თურქებს თუ გაუფორმე. რაზეც ამათმა უარი უთხრეს. უარი უთხრეს და დაიწყო შემდეგ ანექსია საქართველოსი. და თურქებმა მაშინ რა გააკეთეს, იცი? ამათი მოწვევით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდნენ ტაუკლარჯეთის დაიკავეს და ბათუმის დაკავებაც უნდოდა და გურიის დაკავებაც უნდოდა. ამიტომ საქართველოს ტერიტორიების 33%-ის ოკუპაცია, რომელიც თურქებმა მოახდინა ჟორდანიას საშუალებით და ჟორდანიას მინისტრებმა, როდესაც დროებითი ზავი დადეს 21 წლის მარტში. იმას რა ქვია სამტრედიაში ბოლშევიკებთან მაშინ უთხრეს პირდაპირ რომ ჩვენო ამნაირი სისულელეო გავაკეთეთო რომ თურქებიო გვეგონაო დაგვეხმარებოდნენ და იბისმაგიროთო თურქები დაგვეხმარებოდენო ტაუკლარჯეთი მიიტაცესო და ახლაო ესო რა ქვიაო ბათუმიც მიაქვთო და იქნებაო გამოასწოროთო ჩვენი დაშვებული შეცდომა თუ არაო აჭარასაც დაუკარგავთო და მერე იყო რომ უკვე მაზნიაშვილმა მოახდინა აჭარის გათავისუფლება ჩვენი ამას ლაპარაკი არ მიდის და დღესაც იგივე გზას გადის საქართველო. იგივე გზას გადის საქართველო თავიდან ბოლომდე ზუსტად. ისევე იმ თურქებთან, ისევე იმ ინგლისთან, ისევე იმ აზერებთან, ისევე ამ თელ სანაგვესთან, რომლებიც ისტორიულად იყვნენ ეს საქართველოს მტრები, ჩვეულებრივად ახდენენ ძმობას, ჩახუტებას და იმას ერთ ტაუკლარჯეთი აქვს წაღებული და იძახის რომ ბათუმით ჩემიაო, აქეთ აზერბაიჯანს რაც აქვს წაღებული ყარაიას ველი და საინგილო ჰერეთი ის არკმარა და აგერ დავითგარეჯს არ გვარჩენს და ისიც მიაქვს. მაინც ამგენთან უნდა და მაინც ამგენთან ჩახუტება უნდა და ეს ევროპა რომელიც ამათხოვრებს და დედასტირობს და ასე უშვება და ისე უშვება და გადაგვარებას და ათას უბედურებას ახვევს თავზე, მაინც მაქეთ მოვდივართ ღირსებითო და ბატონო სამუსლიმანო საქართველო ჩაინთხეს მუცელში. არკმარად ძმაო ის არკმარად. იმიტომ გეუბნებიან, ხედავენ რომ სუსტი ხარ, ხედავენ რომ უარგისი ხარ. შენ ჩემზე ხო არა ლაპარაკი. ამიტომ უნდათ ახლა ჩამოასახლებენ ამ თურქებს, მე ამათ დავალებები ექნებათ იმისი რომ რაღაცა მოაწყონ ისა ჯავახეთში და სადმე არეულობა და როგორც რუსეთმა დაიცვა თავისი მოქალაქეები და თავისი ხალხი აფხაზეთში და სამაჩაბლოში ისე დაიცავენ ესენიც მე თავის მოქალაქეებს ბათუმში იმაში რა ქვია ახალციხე ახალქალაქში და ესენი გაიქცევიან და შეეფარებიან ალბათ მე როგორც 21 წელს ბათუმში მოიყარა თავი მთელმა ნაგავმა ის კი ბატონო
აი მაგალითად ამის თქმა მინდოდა აღარ შეგაწყეთ თავს დაგემშვიდობებით და ამ თურქულ თემატიკას კიდე გავაგრძელებ, ვისაც გაინტერესებთ. ეს საკითხი უნდა იქნას ერთხელ და საბოლოოდ ამოძირკული. ისინი დღეს ითხოვენ თურქმესყებს, ხვალ მოითხოვენ აფხაზი მუჰაჯირების დაბრუნებას, ზეგ მოითხოვენ უკვე ბათუმში თავისი ჯარის შემოყვანას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თანდათან თლად შეჭამენ ქვეყანას. იგა, ეგრე იქნება. მე ვარ ეგერ ცოცხალი მაგალითი და ჩემი ირგვლივ არის ხალხი მაგალითი, რომელსაც აზერბაიჯანული და თურქული სპეცსამსახურები ფეხდაფეხ დაგუძდებდა და 1000 უბედურებას გვიკეთებდა საქართველოს ხელისუფლების თამადობით. და ჩვენ გვიჭერდნენ იმის გამო, რომ დიდგორს აღნიშნავდით და ჩვენ გვიჭერდნენ იმის გამო, რომ იმას ვამბობდით, რა ქვია, დავით გარეჯი საქართველოს არისო თუ არა, აბა ნაცებს და ამათ როგორი ესენი მაგათ პოლიტიკას ატარებდნენ და ატარებენ. ეგა კარგი ჩემო კარგებო. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.